მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო თუ რა დიდი საშიშროებაა, როდესაც გჯერა ჰოროსკოპის. უფალმა შენ მოგცა თავისუფალი ნება და არა ვარსკვლავებმა. როდესაც ჰოროსკოპის გჯერა, შენ თავს უბედური მომავლისთვის წირა. რატომ? იმიტომ რომ შენ ამბობ. დღეს ჯობია არაფერი დავგეგმო, დღეს მთვარე ტყუპებშია. ანუ შენ აღარ ხარ თავისუფალი. შენ ვარსკვლავებს ეთაყვანები და ეს არა მარტო მცდარი აზრია, არამედ უკვე კერპთ თაყვანის მცემლობაა. შენ ხარ ღვთის ქმნილება, რომელსაც უფალმა თავად მისცა გადაწყვეტილების უფლება. არა ვარსკვლავებმა და პლანეტებმა, არა ზოდიაქოს ნიშნება, თავად შენ. წმინდა წერილში წერია, უფალი სულის თავისუფლების ძელია. ნუ ემსგავსებით ამ სოფელს, არამედ განახლდით თქვენი გონების განახლებით. ჰოროსკოპის რწმენა ნიშნავს, რომ მე მართლა ვერაფერს ვერ ვწყვეტ ჩემს ცხოვრებაში. მაშინ რატომღა უნდა ილოცო, რატომღა უნდა ისწავლო, რატომღა უნდა იწვალო და ეცადო, რომ გახდე უკეთესი ადამიანი. თუ ისედაც გადაწყვეტილია შენი ყველაფერი. და თუ მართლა ყველაფერი გადაწყვეტილია, მაშინ შენ მარიონეტი ხარ და არა ადამიანი. მაგრამ უფალი არ გვქმნის მარიონეტებად, ის გვაქცევს შვილებად, რომელსაც ლოცვით, რწმენით და შრომით უამრავი რამის შეცვლა შეუძლია, როგორც საკუთარ, ასევე სხვის ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ წარსულში მეც ყოფილ ვარ ამ ცრუ რწმენის მსხვერპლი და როდესაც ყოველდღე წავიკითხავდი რაიმე ცუდს ჩემი ნიშნის შესახებ, წინასწარ ვიფუჭებდი ხასიათს. და რაც უფრო მეტად გჯერა კიდეც, მეტად ხდება შენი რეალობა. ანუ თავადვე მოიწვია ის უარყოფითი, რაც იქ დაგიწერეს. ასტროლოგია ხშირად ამბობს, ტყუპები მატყუარები არიან, მორიელები შურის მაძიებლები არიან და შემდეგ ადამიანებიც იჯერებენ ამ ცრუ შაბლონებს. მე მაგალითად ვერ ვიტან მცირე ტყუილსაც და ასეთი ადამიანებისგან შორს ვიჭერ თავს. თუმცა ჩემი ნიშნის მიხედვით თითქოს ტყუილი ჩემი ბუნებაა, რაც სრული აბსურდია. მეგობრებო, ყოველი ადამიანი უნიკალურია სულით, ცხოვრებაში გამოვლილი ბრძოლით, არჩევანის და თავისუფლებით. უფალი არ გვიწესებს ნიმუშებს, ის გვეუბნება, აი გზა სიცოცხლის და სიკვდილის, აირჩიე. ამიტომ ძვირფასებო, ნუ მიანდობთ თქვენს მომავალს ვარსკვლავებს. მათ არ გააჩნიათ სული, გონიერება, სიყვარული. მიანდათ თქვენი ცხოვრება მხოლოდ უფალს. ილოცეთ და იცხოვრეთ თავისუფლად, არა შიშით, არამედ რწმენით.